ახლა გავარჩიოთ, რა გავლენა აქვს ამას ყველაფერს საქართველოს მომავალზე. დავიწყოთ იქიდან. უძველესი და უმნიშვნელოვანესი იდეა, რასაც ქვია კავკასიური სახლი. ეს იდეა ეკუთვნის ზვიად გამსახურდიას და მისი მითითებით კავკასიური სახლი, ანუ სამი კავკასიური ერის ერთობა წარმოადგენს და წარმოადგენდა უდიდეს პოტენციალს შესაძლებლობას მთლიანად კავკასიისთვის. მართლაც რო დაუკვირდეთ, ის შესაძლებლობა, კავშირები, ეკონომიკა, ჩვენი წარმოების გაყიდვა, ჩვენი კულტურული პროდუქტების გაყიდვა, განათლების გაყიდვა და მთლიანად, ესე იგი, ერთ ეკონომიკურ ბაზრად გადაქცევა მთლიანად კავკასიის ქვეყნებისა, გადაგვაქცევდა ჩვენ მრავალმილიონიან ერთობად, ეკონომიკურ ერთობად, რომელიც ძალიან საინტერესო იქნებოდა ჩვენი ქართული ბიზნესებისთვის, რომლებიც თვითონ ცდილობენ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ისედაც გავიდნენ კავკასიურ ბაზრებზე, ამის რამდენიმე კარგი მაგალითი არსებობს, მაგრამ გარდა ამისა ძალიან საინტერესოს გახდიდა მთლიანად მთელ რეგიონს დიდი ინვესტორებისთვის. რეალურად გაათმაგებდა საქართველოს შესაძლებლობას და პოტენციალს. მით უმეტეს, რომ ჩვენ გვაქვს სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან დადებული და ასევე ჩინეთთან და ეს შეთანხმებები სხვა ქვეყნებს არ აქვს. ჩვენ უნიკალურები ვართ ამ მხრივ. ამას მიისწრაფვის და სწორედ ამის გაკეთება უნდა ახლა სომხეთს. ჩვენ ფეხდაფეხ მოგდევს და სამწუხაროდ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ვითარება დღეს არის კითხვის ნიშნის ქვეშ, სომხეთი საკუთარ მისწრაფებაში ევროკავშირთან მემართებაში ჩვენ გვისწრებს კიდევაც.